მოგესალმებით, სამ ვარიანტად ჩვენ ახლა ვნახავთ. ფიქრობს თუ არა, ჩაფიქრებული ადამიანი ახლა თქვენზე და რას ფიქრობს? მაქსიმუმ 2 არკანით ვიმსჩელებ, იმიტომ რომ ექსპრეს გაშლის ფორმატი გვექნება. ასევე შეგახსენებთ, რომ YouTube არხი ნინო ლეჟავა, ასევე Facebook გვერდი მზის ადამიანი ფუნქციონირებს მხოლოდ საჯაროდ ტაროლოგიური პროგნოზების ფორმატით და ასევე სხვადასხვა შემეცნებითი პოსტებით, რომლებიც თქვენ გეხმარებათ თქვენი ცხოვრების გზაზე გარკვეულ ეტაპებში. მე თქვენ გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, ჩემს შეხედულებებს და ვისთვისაც საინტერესოა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გაეცნოთ. სხვა დანარჩენი, რაც ეხება სხვა სიღრმეებს, ინფორმაციულ სიხშირეს, რიტუალებს, პრაქტიკებს და ბევრ საინტერესო ყოველდღიურ მაგიურ პროცესებს, ეს ყველაფერი ხდება ჩემს დახურულ ეზოთერიულ შემეცნებით ჯგუფში, სახელწოდებით მზის კარი. ჯგუფი ფასიანია. და ყოველთვის ვთხოვ ხოლმე ჩემს მსმენელს, ვისაც დაინტერესება გაქვთ, რომ ჯგუფ შემოუერთდეთ, 25 ლარი ღირს ჯგუფი საწევრო ყოველთვიური და რო არ დაკარგოთ თქვენი დროც და ადმინისტრატორების დრო ყველად, წინასწარ გიზიარებთ ინფორმაციას, იმიტომ რომ მე მოდის ხოლმე ესეთი მე არ ვიცოდით რომ ფასიანი იყო შემოსვა და გადახდა მარტო ერთჯერადად ხდება და ასეთ ადამიანებთან ყოველთვის კითხვა მიჩნდება, რომ თქვენ სამსახურში, როდესაც თქვენს ენერგიას დებთ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას აკეთებს, რას წარმოადგენს. მხოლოდ პირველი თვე იღებთ თქვენს გასამსრჯელოს? ხო? ასეთ კითხვას ხომ სხვანაირად ვერ შემოგიბრუნებთ თუ არა თქვენივე მაგალითით. ხო, ვისაც გონია რომ აქ ვინმე ვალდებულია ბევრი უფასო ენერგია გამოგიყავთ, არაფრის სანაცვლოდ და ეს თქვენთვისვე არ არის უსაფრთხო, ზოგადად ეს ყოველთვის გახსოვდეთ. თქო უნდა ეს თქვენი კეთილინებაა. მას შესადამე სამ ვარიანტად პირველი ვარიანტი. ნახოთ, რას ფიქრობს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე ახლა. ჯერ ნახოთ უბრალოდ ფიქრობს თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე ახლა და ფიქრობს თუ არა. სამი ვარიანტი არის თქვენს წინაშე. ძალიან კარგი. პირველი ვარიანტი გვექნება ასეთი დახვრეტილი ქვა. მეორე ვარიანტი გვექნება წითელი იასპის ნიჟარა და მესამე ვარიანტი გვექნება ამეთისტო. აბა ნახოთ, დაინახეთ ახლა ჩაფიქრებული ადამიანი. გირჩევთ რომ ერთი ვარიანტი დააკავოთ, იმიტომ რომ მთლიანი ინფორმაციული ენერგია გაუშვათ ერთ ვარიანტში და მიიღოთ სრულფასოვანი ინფორმაცია. დაინახეთ ჩაფიქრებული ადამიანი. ძალიან კარგი და ახლა ეს ადამიანი რომელ ქვას, რომელ ვარიანტს მიესადაგება? ის ვარიანტი აუცილებლად დაგიძახებთ. მე გივიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი. ფიქრობს თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან დაკავშირებით საერთოდ? არკანი კოშკი. ამ ადამიანს ერთადერთი ალბათ რაც ამოძრავებს თქვენთან დაკავშირებით, ეს არის მზღვა სიბრასე. გამიგეთ ხომ? ნახეთ, ელებთ ხო, იქ ვიყავი გაჩერებული, რომ ამ ადამიანს თქო ერთადერთი რაც ახლა თქვენს მიმართ ამოძრავებს, ეს არის ძალიან დიდი სიბრასე. იყო დრო, რომ ამ ადამიანს რაღაცა თავისი სტაბილური სცენარი დაუნგრიეთ და შესაძლოა დღემდე, როდესაც თქვა თქვენს სურათს ან თქვენს რაღაც ნებისმიერს აწყდება, ხო, სოციქსელები იქნება თუ ეს თუ უბრალოდ თქვენ სახელზე გვარს აჟღერებს ვინმე ადამიანს ყოველთვის შიგნიდან ძალიან დიდი უსიამოვნო და ნეგატიური გრძნობა ეუფლება, ამიტომ შეგრძნება ყოველ ჯერზე ეხსნება ჭრილობა თქვენი სახელის ხსენებაზე. ამიტომ აქ ძალიან დიდი სიბრაზე მოსჩანს, რომელიც თითქოს ანუ კოშკია, ხო, ეს რაღაცა შეიძლება წლები ადამიანს არ ეკონტაქტებით, მაგრამ ძალიან ცოცხალი ენერგიაა. შესაძლებელია ეხლა სადღაც უახლოეს წარსულში გაღიზიანდა და გაბრაზდა თქვენზე, არ ვიცი.
ყველას სხვადასხვა სიტუაცია აქვს. მოდით ნახოთ, რას ფიქრობს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით ახლა. ახლა რას ფიქრობს? კოშკი და სიკვდილი. ეს არის დასრულებული, დამთავრებული ურთიერთობა, თქვენც ალბათ ძალიან კარგად იცით ეს ყველაფერი. და ალბათ აქ უბრალოდ ინფორმაციის გადასამოწმებლად შემოხვედით, ხო? თქვენი გზები არის აბსოლუტურად გაყოფილი. ის თავისი გზით მიდის, თქვენ თქვენი გზით მიდიხართ, დასტის ბოლოს ჩამოკიდებული კაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანისთვის კატაკლიზმა ხართ, რომელიც კატაკლიზმა. ხო, მოდი ასე ვიტყოდი, კატაკლიზმურია ადამიანისთვის თქვენი სახელის გაგება და ყოველჯერზე ვორტექსი, ცუნამი, ელვა, ყველაფერი ემართება ადამიანს, დენი ურტყამს და საშინელი გრძნობები ეუფლება, იმიტომ რომ შეგრძნება მაქვს კიდევ რომ ადამიანთან დასრულებული გაქვთ ურთიერთობა, მაგრამ დღემდე ჭრილობა ღია. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი. გადავედით ახლა მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, რას ფიქრობს რაღაცა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მეორე ვარიანტს, რომ ინფორმაცია თქვენამდე მოვიდეს. ჯერ ფიქრობს თუ არა ეს ვნახოთ. მეორე ვარიანტი, ფიქრობს თუ არა ადამიანი თქვენზე ახლა. ოთხიანობის პენტაკლები. ნაკლებად, იმიტომ რომ ნაკლებად და რასაც ფიქრობს თავის პოზიციაშია, თავის სიმართლეშია, თავის რეალობაშია და მისი გამოხატულებაც თქვენთან მიმართებაში შეიძლება ზუსტად ასე ჩანდეს, რომ ადამიანი საერთოდ არ ფიქრობს თქვენზე, იმიტომ რომ მისი ქმედებიდან გამომდინარე ახლა ძალიან ძუნწია. სხვათა შორის აქ შეიძლება ადამიანი რაღაცა გარკვეულ არჩევანსაც აკეთებდეს თქვენთან დაკავშირებით. საერთოდ როგორ მოიქცეს, როგორ გაგრძელდეს ეს ურთიერთობა, გაგრძელდეს თუ არა. რას ფიქრობს ჩაფიქრებული ადამიანი ახლა? კი, ფიქრობს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ინტენსიურად. რას ფიქრობს ჩაფიქრებული ადამიანი ახლა თქვენზე? მე არ ვხედავ, რომ ადამიანს აქ თქვენთვის კარგი ენერგიები კონდეს, ასე ვთქვათ, გათვალისწინებული, იმიტომ რომ ადამიანში შიგნიდან არის ძალიან დიდი წინააღმდეგობა თქვენთან დაკავშირებით, მიხვდით ხომ? ამიტომ თუ ადამიანი შემოვა თქვენთან ურთიერთობებში მხოლოდ და მხოლოდ თავისი პირობებით და თავისი წესებით. მიხვდით ხო, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით რა, აქ ადამიანს ძალიან ბევრი ეშმაკური ფიქრები აქვს და არაგულწრფელია და მისი შემორიგებაც იცოდეთ რომ ძალიან არაგულწრფელი იქნება თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პოზიციას იღებს, რომ ხა თქვენზეა გაბრაზებული და თქვენ ასეთი არასწორი ხართ და ასე შემდეგ, ხო? და თქვენ სადღაც დანამუსებას გრძნობდეთ და დანაშაულის გრძნობას იცოდეთ, რომ ადამიანი ძალიან კარგი манипуляტორია, რომელიც შეეცდება, რომ ვთქვათ, კაი ჯანდაბას შეგერიგდები, მაგრამ ამ დროს უფრო მეტ სარგებელს თვითონ მიიღებს ამ შერიგებით, ვიდრე თქვენ. ანუ ენერგია, რესურსი გამოყენება თქვენ უფრო ბევრს გასცემთ ვიდრე ეს ადამიანი. გავიგეთ მეორე ვარიანტი, ფრთხილად. ძალიან ფრთხილად იყავით. მესამე ვარიანტი. ფიქრობს თუ არა ადამიანი თქვენთან დაკავშირებით ახლა, თუ არა. შეცვლილ მდგომარეობაში ან თუ არის ფაზებზე. განსაკუთრებული ფაზები და მდგომარეობები აქვს ადამიანს, იმედია აქცია არ ჩაიფიქრეთ აქ, რომელიც სავსე მთვარეობაზე გამოდის და ყმოის. მაგრამ მთლიანობაში ადამიანის მთვარე ვერ გეტყვით რომ ფიქრობს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ეს ფიქრები გასაგებია და მე ახლა ამას შემიძლია რაღაცა ფორმა მივცე, ხო? იმიტომ რომ მთვარეა. ფიქრები შეიძლება იყოს ნებისმიერი სცენარის, რაც მის ფანტაზიას შეიძლება მოსდიოდეს, მაგრამ ფაქტია რომ დიდი ალბათობით ეს სცენარები, რასაც თქვენზე ფიქრობს, ნაკლებად შეესაბამება რეალობას, ნაკლებად
შეესაბამება სინამდვილეს, იმიტომ რომ თითქოს ადამიანი შეცვლილ მდგომარეობაში ფიქრობს ამას. აი, რას ფიქრობს გავარკვევ ახლა მთვარის ქვეშ. და უფრო მეტად გასაგები გახდება. რას ფიქრობს მესამე ვარიანტი თქვენზე ჩაფიქრებული ადამიანი? ათიანი მსხლები. აღარ გაქვთ ურთიერთობა წარსულშიც. ცვლიდით ემოციებს, გრძნობებს, მაგრამ თქვენ შორის შაუმა კატამ გადაირბინა და არის თქვენ შორის ერთგვარი აკრა. შეიძლება ადამიანი 4 კედელშიც იყოს, ხო? მივხვდით ახლა რასაც გულის, ხო? კანონი დაარღვია და აღმოჩნდა, ხო? გიზოსებს მიღმა. იმიტომ რომ ფაქტია, რომ რაღაცა აკრძალვა არის თქვენ შორის. ბევრი ხმლებია ძალიან. მარკანი ეშმაკი. ძალიან არაჯანსაღ ფსიქიკას უყურებ მე ახლა. დალევა გვიყვარს, მოსაწევი, რა ვიცი, შეცვლილი მდგომარეობა. თუ ეს ადამიანი დღეს თქვენ აღარ გეხმიარებათ, ან რაღაცნაირად თქვენი გზები გაიყო, რა ვიცი, სამჯერ ესე ქენით ხო, მარცხენა მხარეს. რა ვიცი, ხეზე სამჯერ დააკაკუნეთ, ან სამყაროს მადლობა გადაუხადეთ მინიმუმ 10 ჯერ, რომ ეს ადამიანი დღესდღეობით თქვენგან რაიმე ფორმით იზოლირებულია, იმიტომ რომ ადამიანის შესაძლოა ძალიანაც ჯანსაღი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მოჩვენებს, რომ ადამიანი ჯანსაღ, ნორმალურ, ადეკვატურ ენერგიებში იმყოფებოდეს და ძალიან ბევრი სიშავე წამოვიდა პრინციპში. თქრარებაც მინდა, მაგრამ თავს ვიკავებ, იმიტომ რომ იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომლის ფსიქიკაშიც ახლა რომლის ფსიქიკაც ახლა როგორ აგიხსნათ რაღაცნაირად მის ფსიქიკას არაერთი ლარვა შესაძლებელი ახლა ფლითავდეს მარტივ მომრავლებად, იმიტომ რომ შეუშვა ადამიანმა თავის ცნობიერში ეს ენერგიები. შორის მესამე ვარიანტი ძალიან ქარიზმატული შეიძლება იყოს ადამიანი, ვინც აქ ჩაიფიქრეთ. ძალიან მიმზიდველიც, სექსუალურიც. მაგრამ იმის იქით სიცარიელე და სიშავეა. დაგემშვიდობებით. ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. თქვენთან იყო ნინო.